ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც ლოზუნგებით ხელში მდუმარი აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ობიექტის ყოფილი მეპატრონის ოჯახის წევრებმაც მიიღეს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, როლან ბლადაძეს ვარდების რევოლუციის შემდეგ ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს, რის გამოც აღნიშნული ქონება ჩამოერთვა. ბლადაძე 2001-2004 წლებში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამჟამად ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. მოვითხოთ ჩემი ძმის როლან ბლადაძის საკუთარი სახლის უკან დაბრუნებას, რომელიც აქვს არაკანონიერად ჩამორთმეული და დღესდღეობით ცხოვრობს საქართველოს საკონსტიტუციო თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელიც არის უკანონოდ შესახლებული. ამ სახლიდან გამოასახლეს მცირეწლოვანი ბავშვები და დღესდღეობით ისინი არიან უსახლკაროდ დარჩენილები.